წინასაარჩევნოდ პარტიული აქტივის ღონისძიებები დაიწყო. დღეს ნაციონალური მოძრაობის ახალციხის შტაბში კონფერენცია გაიმართა, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. ახალციხის ყოფილი გამგებლისა და გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გელა დემეტრაძის კანდიდატურას პარტიის 25-მა მანდატიანმა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა. შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჭიტაშვილი, პარტიის წევრები და მხარდამჭერები დაესწრნენ. დღესვე პარტიის ოფისში აირჩიეს პოლიტსაბჭოს 7 წევრიც, რომელთა სიაც ასე გამოიყურება. ვაჟა ჭიტაშვილი, მალხაზ გიქოშვილი, მამუკა კურტანიძე, ვახტანგ გეწაძე, თამარ მაისურაძე, მარინე სუდაძე, დავით ჯინჯველაძე. საბოლოოდ კი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 9 წევრით დაკომპლექტდა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 7 წევრისა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და თავმჯდომარე ჰყავს. ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის აქტიურ კამპანიას დაიწყებენ. დღესვე მსგავსი კონფერენცია ჩატარდა ადიგენშიც, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი აირჩიეს. მსგავსი ღონისძიებები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება. გელა დემეტრაძე ნამდვილად წესიერი პატიოსანი და კარგი ადამიანი და ვფიქრობ, რომ წარმატებით გაართმევს მასზე დაგესრებულ მოვალეობას. ეს არის ჩვენი პარტიული წინა ეტაპი, რაც ძალიან კარგად ეხმარება პარტიული სტრუქტურის გადახალისებას, განახლებას და შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ხვალდანვე დავიწყებთ მუშაობას, შედგება პოლიტსაბჭოს შეკრებაც, მხარდამჭერების, წევრების, რომლებიც დღეს აქ არ იყვნენ და შემდეგ უკვე მოხდება პრაიმერი ჩატარდება, რომლის მიხედვითაც გამოვავლენთ მერობის და მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატებს და აგრეთვე საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც უკვე ჩვენი შეხედულებისავე პოლიტსაბჭოს წევრების გადაწყვეტილებით მოხდება ამ ადამიანების არჩევა და შემდეგ უკვე წარდგენა საზოგადოებისათვის.